საერთაშორისო ფესტივალი თეატრალური იმერეთი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. საკონკურსო სპექტაკლი გაიღიმე საქართველოს წარმოადგინა წყალტუბოს თეატრმა. ლინცეი ანდერსონის მოტივებზე შექმნილი სპექტაკლი საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. სხვადასხვა სფეროში თურისი გადალახვა უხდებათ ადამიანებს თავის დასამკვიდრებლად. ნახეთ მასალა. ჩემთვის ეს იყო ნამდვილი პრემიერა, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ყველაფერი დებიუტიც იყო, ასე რომ ვთქვათ, დრამატულში. მნიშვნელოვანი იყო და ძალიან მიხარია, რომ მონაწილე ვარ იმერეთის ფესტივალის და მინდა რომ კიდევ წინ ძალიან ბევრი წარმატებები გქონდეს. როგორც წყალტუბოს თეატრს, ასევე ყველა დანარჩენ თეატრებს ვუსურვებ წარმატებას და ჩვენი დღევანდელი სპექტაკლი გაიღიმე საქართველოს. ვაჩვენეთ იმისთვის, რომ აი ყველაფერი რაც ხდება დღეობით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სამყაროში, ასე რომ ვთქვათ, მაინც ყველაფერი უნდა დავაყრდნოთ სიკეთეს. ძალიან სასიამოვნო არის და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ რეგიონალური თეატრები, პატარა მუნიციპალური ბიუჯეტზე დამოკიდებული თეატრები უცდით ხოლმე სპეციალურად, უცდით ამ დროს და ამ სეზონს, რომ მივიღოთ თეატრალურ იმერეთში ფესტივალში მონაწილეობა, ვემზადებით სპეციალურად ამისთვის, როდესაც ახალი წელი გადავა, მე ვიცი ყველა სხვა პატარ-პატარა ქალაქები ჩვენ იმერეთში შემავალი როგორ იქცევიან, როგორც კი ახალი წელი დამთავრდება, უკვე იწყება ჩვენი ასე ვთქვათ დაძაბული მომენტები, აბა მხატვართან მოლაპარაკებები, იქნებ დეკორაცია შექმნათ, იქნებ რაღაც ახალი ჩავთოთ და რაღაცნაირად მართლა ახალი სიცოცხლე იწყება და ამით ვსულდგმულობთ ჩვენ და ამ შემთხვევაში ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ეს ფესტივალი, თანზე შემკვრელი არის, იმერეთში მოგესალმება ძალიან თეატრალური და ნიჭიერი ხალხი არის და ძალიან დიდი სიამოვნებით ვღებულობთ მაგაში მონაწილეობას. ჟანრი არის სოციალური სატირა, ცოტა იშვიათად კეთდება ეს ჟანრი, ვფიქრობ დღეს ისეთი გამოწვევები აქვს ამ ცხოვრებას და ისეთი დრო არის, რომ კარგი არის ხანდახან რომ შემოერიოს ეს ჟანრიც თეატრალურ ასე ვთქვათ რეპერტუარებში და სხვადასხვა თეატრის ვიხილოთ სხვადასხვა თეატრში ესეთი ჟანრის ნაწარმოები. ყველა წრეში, რა წრეშიც არ უნდა შეხვიდე, აი უნდა რაღაცნაირად შენი თავი დაიმკვიდრო და უნდა იბრძოლო ამისთვის. ალბათ გარშემომყოფები, ვიღაცა კეთილი განწყობით, ვიღაცა შეიძლება სხვადასხვა ქვენაგზნობებით, ყველა გიტარებს გამოცდას. თეატრის მთავარი პრინციპი არის თეატრი დღეს, ახლა აქ. ყოველთვის ესე ხდება, რომ აი ახლა აქ ხდება. ანუ თანამედროვეობას უნდა ეხმიანებოდეს, თუ შეუძლია და ამ აქტუალობას გამოეხმიანება, თეატრის დანიშნულებაც ეს არის. ამარი კუთხზე კაცი გამოვიდეს. კუთხზე კაცი გამოვიდეს და დავიხსნათ მამული. აკოცე წარსულის თაშტებს. ემთხვიეთ ქართულიცას. გადაგიმათ. დედაჩემ გაურებოს პიტერ. უხარი პრო. ყველაფერი პრინცია. ეს გამანებია. დედა. რა ხდება? რამო? მოგდა?
მოწმე შენა ხარ? დიახ. მე შემიძლია მივცე ჩვენება. თუ ჩვენებას მისცემ, დამნაშავე შეიძლება შენაგვიჩნდე. აი, ეს უბედური შემთხვევაა, თვითონ არის დამნაშავე. ამიტომ მოწმე მე ვიქნები. შენ არაფერი დაგინახავს და არაფერი გითხრას, გასაგებია? ანუ ჩემი სიტყვა თქვენი სიტყვის წინააღმდეგ? როგორ ფიქრობ? ვის უფრო დაუჯერებენ? მოუსიათ ასანამ კლერობა და მიბრალებია. გამარჯოს სამართლიანობას. აი ასე. მოიცა.